სურაღაც ხდება პატარა ქალაქში ხან დღისით ხან ღამით ხან მზეში და ხან კარში მალე ხომ იცი რომ მიდის და აღარ იცის დრო ახელ თვალებს სინანულს რომ მერე გვიან ხდები რომ ის იყო ვინც გიყვარს ის იყო ვინც გახსოვს ის იყო ნუნუ ისე ყოფას გარეშე მართლა რა აზრი ქონდა აქ მოსვლას როგორ არ ქონდა გოგო აზრი ის მაინც გეცოდინება შეგეშინდეს თუ არა მე უკვე მეშინე კაი ეს ისევ თქვენ მომაქცევ ყურადღებას სიტყვას მოვაყოლე უბრალოდ შენ არ იცი ეს რა ექიმია არ იცი რა ხალხი ყავს ფეხზე დაყენებული ეხა ყოფას ვერ უშველის? მე ღმერთ მაქნას რა. ქალბატონი ეთერი? დიახ, მე ვარ. მობზანდით. მადლობა. აბა, გისმენთ. რა გაწუხებთ? არა მე არა, ჩემს გამო არ მოვსულ ვარ. ჩემი სიძია ცუდად. ცუდად როგორ? იცით, ამ ბოლო დროს არის ძალიან დაბნეული. აი რაღაცა ძალა გამოცლილი ხან წაფა ავიწყდება ქურაზე, ხან ხელში წვავს ჩაიდანზე. თავის თავს აღარ გავს. მუშაობს? კი, მუშაობს. ადრეც მუშაობდა, მაგრამ ეს არ ჭირდა. იცით, ეს ძალიან პირადულია. ეთო და თავის სიძე ერთად ზრდიან ბავშვს. საქმე იმაშია, რომ ცოტა ხნის წინ მეუღლე დაკარგა. ხო გესმით თავისებური სტრესი, თან ძალიან ბევრს მუშაობს. მე მაინც ვფიქრობ, რომ ნევროლოგიური ამბავია. თქვენ ექიმი ბრძანდებით, ხო? დიახ. ბატონმა დავითმა ალბათ გითხრათ ჩემზე. კი, მითხრა. ქალბატონი ნუნუ. დიახ. დიახ. რა ვქნათ? ნუ პირველ რიგში აუცილებელია რომ პაციენტს გავესაუბრო. ხო, ეგ გასაგებია, მთავარია დავითანხმოთ რომ მოვიდეს. აუცილებელია რომ დათანხმდეს. კი, აუცილებლად სიტყვას გაძლევთ რომ დავითანხმებთ. და ალბათ მედიკამენტოზური მკურნალობა იქნება საჭირო. იცით, თქვენი მონაყოლიდან მე ვფიქრობ, რომ მენტალურ პრობლემასთან გვაქვს საქმე. თუმცა დაზუსტებით თქმას მასთან გასაუბრების შემდეგ შევძლებ. ახლა ის გადაგვრჩენია, რომ თვითონ პაციენტი მოვიყვანოთ, ხო ითო? ყველაზე რთული მომენტი. ეს ჩემი ნომერია. როცა დაითანხმებთ, დამიკავშირდით და მიგიღებთ. კარგი. დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. პიპი, წავიდა, პიპი. აბა ვინ მოდის? ნახე. ნახე ვინ მოვიდა. როგორ ხარ შენ? ბიჭო. მა როგორ ხარ? ნახე რა მაგარი რაღაცა. დასარევად არის. აი შენ. აი კიდე შოკოლადები კერე. მოიცარა. არ შეიძლება ამდენი შოკოლადი. ისედაც არ იძინებს მთელი დღეა. რამე სპორტზე რა შევიყვანოთ არის? რა სპორტზე? წინახევრის არის ბავშვი, რომ სპორტზე უნდა შეიყვანო. კაი, არა უშავს, შენ რო გაიზდები, მე მაგარ სპორტზე. არა, რაზეც მეტყვი იმაზე შევიყვანო. კიდე სპორტი. რაზეც მეტყვი იმაზე შევიყვანო და ვიაროთ ერთად. მაგრამ შენ ისე ჰარმონიულად პირი ხოლმე რომ მუსიკაზე რო შევიყვანო. იცი რა დააცადე რა გაიზარდო შენ და მე თვითონ გადაწყვეტს რაზე შევახვე. კაი, შენ თვითონ გადაწყვეტე მე რაზეც. კაი, გამომართვი. რა, არა, დღეს სამჯერ ყავა დავიდე. არ არის ყავა, ჩაი არის და დაგამშვიდებს. მიდი. აი ეს დიდი.
დავლიოს, მამამ ცოტა ჩაი დალიოს, დამშვიდდეს. ხოდი. შენს დალევ ჩაი, ის გინდა ჩაი? ამან არ დალია დილით ჩაი? დალია, მაგრამ კიდე უნდა, ხოდი. მიდი არა ერთხელ. აია. გარკვი ის რო გითხარ. როგორ არ გავარკვე, ქეთევანმა ააწიოკა ყოლა და გიპოვა ექიმი. ხო მოგწერე ნომერი. არ მინახავს აი რა კეთდა. ელოდება იცის რომ იხვა, უნდა დაურეკო უბრალოდ, გესმის? ყველაფერი იქნება კარგადო. შენ ხარ ჩემთვის ყველაზე მაგარი და ყველაზე ძვირფასი გოგო. მე მინდა რომ გაბრიელს ყავდეს ჯანმრთელი და გაიგე და აუცილებლად ეგრე იქნება. იმედია. ხო, ხოდი. მე ვატარებ რა. მიდი რა. ვა, სად წავიდე ხო ხარი? I would give you my hand and until morbid light. ისე ეჭვი კი მქონდა, მაგრამ ასე თუ გიждდებოდი ჩემზე არ მეგონა. By your side. შეიკითხო რა როდის მოვიდე და როდის არა. მაინც აქ არ ვერსად ვერ მიდიხარ. არა, ესე ჩემზე უკეთესს ნახავდი რომ. ჩამოგიტვალო. აკენ მიეჩვია ქალო. აბა რა სხვა რა გზა. აქ იმდენი ხანი უნდა გავჩერდე რომ ერთი ორი კაცი დავიძმა კაცე, ერთსაც ვეძებდე ჯოგრისას დავევართ რა. შენი ამბავი რო ვიცი, ისეთ დაუნდობელი ხარ, ცოტა დაინდე ესენი ცოდოები არიან ძმა. ზუიათას მონაპოლი ეხაც მახსოვს რომ ხიშტი -200 იყო და 500 მიწერდაო, როგორ ატირებდი ბიჭო ბავშვს. 500 იყო ძმაო, რა მეკ. ახალ ბალღია უნდა დამეთო? როგორ ახლა? რა მიჭირს. просто საჭმელია უგემური მაგარია. ერთი ორჯერ მაკარონი გააკეთეს კარგად და იმდენი ბლოცე და ვადიდ და ვაქერო აღარ გავუკეთებია და ორნამან არ იხმაო როსო. რო გამოხვალ რესტორანში ისე უნდა გაგულაო რომ დაგავიწყო აქაურო. არ უნდა მაგასე მალე გამოხვალ. ხო და რო გამოვალ წავალ სოფელში და ქალაქში აღარ დავბრუნდები. არა, ეხაც რა გავაკეთო? ეხაც შერცხვენილი ვარ, ჩავდივარ და ახაც მაინც არავინ ცნობს. არა არსენ. გარეთ ყველა ძალიან კარგად დაგხვდება. ისე მარტო მოსაკითხად არ მოსულა. რაღაცა უნდა გკითხო რა. რა უფროსო? იმ დღეს ცეხში ფული რო დაიკარგა. ხო არ გახსოვს. რეზი ხო არ იყო მასული. მან მახსოვს იმ დღეს ისეთი რამეები მოხდა. აჯობსან დალევით ყველაფერი თავში მაქარეული რა. ხო. პრინციპში რომ მოსულიყო მეტყოდი რა. კი. არა, ცოტა ხნით კი შემოირმინა, ცოტა ხნით შემოირმინა, ხო? კი. დიდი ხანი რო გარჩერებულიყო, უფრო დამამახსოვრდებოდა. რაო, ხო არ თქვამს რა მინდა. რა უნდა დომებოდა, რომ შენ მოგიკითხა და 5 წუთის მერე რო არ გამოჩვდი, წავიდე. ხო არაფერი დაუბარებია ჩემთვის. არა. არ მოგხსენე. რა არის რო? არაფერი რა ისე მაინტერესებდა. ხო, კარგი იქნებოდა რო გაჩერებულიყო. ცოტა ხანი ყველაფერს ნახავდა თვითონ რა და დამეხმარებოდა. აი ბიჭია. რეზი. დესი. შენი აზრით ყველაზე კაი პრეზენტაცია ვისი იყო? რა თქმა უნდა ჩვენი. ეგრით დარწმუნებული რატო ხარ? ლიზისი და ლუკასი ძალიან კაი იყო.
არა, სხვებსაც კარგი იყო, მაგრამ შევალაპარაკობდი ისტორიის მასწავლი ძალიან ყვაყოფილი გყურებდა. შენც ეგრე გიყურებ. მართლა? მაშინ რატომ ნერვიული ვიყავ? ისე შენ არ მოხდი პრეზენტაციაზე, აი მაშინ ვიცით რომ ყველაზე მაგარ პროექტს გავაკეთებდით. დაჭიჭი. აბა ბავშვებო, დღეს ახალ თავს ვიწყებთ და ყურადღებით იყავით. მაგრამ სანამ დავიწყებ, მოდით წინა პრეზენტაცია განვიხილოთ, ხო? მინდა იცოდეთ, რომ ყველას პრეზენტაცია ძალიან მომეწონა. გეთხოვოდათ, რომ იმუშავეთ და შედეგით სახელზეა. ყველა ძალიან კარგები იყავით, მაგრამ როგორც შეგპირდით, ერთ საუკეთესოს ამოვარჩევდი და პირობა უნდა შევასრულო. ამ შემთხვევაში სხვებზე ოდნავ უფრო დახვეწილი, დეტალიზირებული და საუკეთესო პრეზენტაცია იყო ელინესი და დათისი. კარგით. ახლა კი გადავიდეთ ახალ თემაზე და ნახოთ თუ ვის ექნება შემდეგში საუკეთესო პრეზენტაცია. შენ? აბა? საით მივდივართ? არა, არსად არ მივდივართ, რაღაც სალაპარაკო მაქვს შენთან. მე ამოსულიყავი რომ საყვარელი ვიდრე ჩამომიყვანე მანქანაში ჭმუმად რაღაც. არა, აქ მრჩევნია რა ერთ-ერთი რო ვილაპარაკოთ. მოხდა რაბე? ეხლა რაღაცას კითხავ და სერიოზულად მიპასუხე. რა მოხდა? არსენარისთვისაც ზის ციხეში. ეგ ფული შენ აიღე? რა? მიპასუხე კი ან არა? რა უნდა გიპასუხო? მიპასუხე შენ აიღე ეგ ფული თუ არა? რა თქმა უნდა არა. სერიოზულად იფიქრე შენ რომ მე შენ ფულს ავიღებდი და მე ვიღაც სხვას დავაბრალებდი? არა, უბრალოდ რა უბრალოდ, ხვდები საერთოდ რას მაბრალებ?